თბილისში ჩატარებული შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უფლებადარღვევების, მთავარი გამოწვევების და მიგრანტების შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი. ამ დოკუმენტში საუბარია 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდზე. ორგანიზაციის მიერ წარდგენილ დოკუმენტი დედაქალაქში ჩატარებულ 15 აქციას მოიცავს, რომელთაგანაც 8 შეეხებოდა პროტესტს გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ. ანგარიში ასახავს ისეთ უფლებადარღვევებს და პრობლემებს, როგორიცაა აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და რიგ შემთხვევაში წამება აქციის დაშლისას, ასევე სპეციალური საშუალებების გამოყენება. პოლიციის მოქმედებები გარკვეულ საუბრობთ იმ პრობლემებსა და უფლებადარღვევებზე, რაც გამოიკვეთა არჩევნებამდე პერიოდში, ხოლო შემდგომ უკვე რაც ნახეთ, უკვე არის სრული კატასტროფა და უკვე ჩანს, რომ ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გქონდა, რომ აღმოფხრილიყო ხელისუფლების მხრიდან, რაც უფლებადარღვევები ფიქსირდებოდა, ასევე სავარაუდო დანაშაულებები, რაც არ მოხდა მათი, როგორც აღკვეთა, ასევე გამოძიება, დავინახეთ, რომ ამან გაამწვავა კიდევ უფრო ვითარება.